Sirpasa მეგობრებო, მივესალმოთ ჩემი განაცემის სტუმარი ბატონ ლევან ბერძენიშვილი. ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მოხვედით, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დაკავებული ადამიანი ხართ. კითხულობთ ლექციებს. იუმორისტული გადაცემისთვის ესე ხშირად არ გცალიათ ხოლმე. მაგრამ აუცილებელია. ვიხდით ხო ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ იუმორისტულ გადაცემაში მონაწილეობა აუცილებელიც კია, მე თუ მკითხავ. მე მგონი ყველაზე აქტუალური ახლა არის სწორედ ასეთი გადაცემა, იმიტომ იგი ადეკვატურად ასახავს ქვეყანაში არსებულ. თან იცით სწორად დროის შერჩევა, როდის უნდა მოხვიდეთ გადაცემაში. დავიწყოთ, ესე იგი, რამდენიმე თემა განვიხილოთ. თუ წინააღმდეგი არ იქნება. არავარ წინააღმდეგი. არ იქნებით ხო? თქვენ შემთხვევით გუშინ ხომ არ გიყურებიათ განათლების მინისტრის გამოსვლას. დიახ, როგორ შეიძლება არ უყუროთ განათლების მინისტრის გამოსვლას, როცა ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის განათლება. ნუ ჩემი კუთხიდან მომეწონა მეც იპოვეთ საკმილოებ. ხო და ხო არაფერს სიტყვით რას ნუ რა მინდა გითხრათ, იცით, როდესაც ამ კაცმა რაღაც ნაბიჯები გადადგა, მე მივეცი შეფასება, რომ არის გადადგმული ნაბიჯების სწორი მიმართულებით. მაგრამ მივხვდი ერთ სიბრძნეს. ხო. აი ბერდებიდან ნელა უბრძენდე. ვადაზე ადრე არ უნდა შეაქო ადამიანი. აცალო უნდა. ხო, ხო, იმდენის მერე ცოტა გამიჭირდება, ესე იგი გავიმეორო გადებით შეფასება. განსაკუთრებით გული დამწყდა იმაზე, რომ მთელი არმია პედაგოგებისა, რომელიც ამზადებენ ბავშვებს საცოდავი ხალხით, ეგრეთ წოდებული რეპეტიტორები კორუმპირებულებად გამოაცხადა. განათლების მინისტრმა არ იცის სიტყვა კორუფციის მნიშვნელობა, როცა ამ სიტყვაში და არსში გასარკვევა შუას წასვლა არ ჭირდება. მე შეუძლია გაიარ გამოიაროს. იქვე მიიღეთ მოიხედოს. სწავლება არასოდეს არ იყოს სირცხვილი და ნამუშევარში ფულის აღება მით უმეტეს მაგას უნდა ესმოდეს ახლა. ხო, მაგრამ ეს მეტნაკლებად რომ რაღაცა სიტყვა წამოწდა იქ ერთ-ერთი, ნუ ალბათ ეს ფროიდმა ადრეც თქვა, რომ ეს წამოწდენებიო, ისეთი ჩვეულებრივი ამბავი კი არ არისო. ხო. რაღაცაშია საქმე. ტყუილა არ წამოწდებოდა. ეს ხო, ეს მეტნაკლებად ის სიტყვა, ხო? მით უმეტეს რომ აბსოლუტურ ჰარმონიაში შევიდა ჩვენი პრეზიდენტის წამოწდენებთან და შემდეგ რაღაცა ერთი ხაზით მივდივართ. რაღაცა გვაქვს, აი მიზანი გვაქვს, რაღაცა ბიზნესკენ მივდივართ. აშკარად გვაქვს რაღაცა. ხო, არის, მართალი ხარ. ხო, ნუ კარგი, საინტერესოა, მაგრამ ამას თან ერთოდა ერთი ძალიან საინტერესო დეპუტატებს შორის ეს გახსოვთ ბატონ ემზარ კვიციანი, რომელმაც გააკეთა ესეთი განცხადება, რომ თვითონ ეს გამოცდების გაუქმება ძალიან კარგია, რადგანაც ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს. მეც მეგონა რომ გამოცდების გაუქმება კარგია, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაფრის მაგნისი გამოცდები იყო, მაგრამ ასე ღრმად მე არ შევსულო ამ საკითხში. ხო გეუბნე, შემთხვევითი არაფერი არ არის. ხალხი მარტო ერთ რაღაცაზე ფიქრობს, როგორც ჩანს და სულ ერთი მიმართულებით მივდივართ, რომელიც საბოლოო შედეგში გამრავლება უნდა მოყვეს. კი ბატონო, აიქამდე მივდივართ. ნუ ეს ხო თქვა, მაგრამ ნუ იყო ერთ-ერთი ტელეკომპანია პალტრონიუსი, ისიც ალბათ ყონა. იქ იყო სტუმრად მისული ერთ-ერთ გადაცემაში და ძალიან ერთი საინტერესო ფრაზა მომხვდა ყურში. ამის ახსნა მჭირდება, მე ამ ვიდეოს გავუშვებ და მე მაინტერესებს თქვენი აზრი ზოგადად. რა, ანუ რანაირად, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ. მალე დაფუძნდება ახლა ორგანიზაცია, შეიძლება ფონდის იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარისხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად და აი ხო არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, იმის გამო რომ არ აქვს საშუალება. ამის იქნებიან აგენტები, რომლებიც რო ივლიან, გაიგებენ, სად არის ასეთი აღრიცხავენ, დიახ, აღრიცხვაზე აიყონებენ და იქნება დახმარება მოგაქვს. გადავა. აი რა გითხრათ, ისე იგი. თავიდან დავიწყოთ, საიდან დავიწყოთ? დავიწყოთ ასე, ბატონი ემზარი ალბათ მზად იქნება მომავალში რახან ასეთ წინადადებები. გითხრას რომ განსაზღვროს შეყვარებულობის ინდექსი და საერთოდ როგორ კაცი ამბობს რომ არ შეყვარებული იქნება არ არის. ხო, იქნება ტყუის იქნება ფონდიდან უნდა გამოსძალოს. ჩვენ ხო კორუმპირებული ნაცია ვართ, ასებლებიდან დაწყებული, შეყვარებულები დამთავრებული. ეგ რთულია.
ეს აგენტები კიდე ძალიან მომეწონა სიტყვა. აგენტები რომ დადიან და ამოწმებენ. ისე არ ძინავს ამ ფროიდს, ისე სულ აგენტები ელანდება. ახალი ოჯახების დახმარება იცოცხლეთ კარგი რამაა, მაგრამ აი ემზარსაც ხო ჭირდება, აშკარად ჭირდება რა მე დახმარება. აი, ყველაზე მაგარია რომ აი წარმოიდგინეთ ეს კანონი გვაქვს მიღებული და გამოდის ახლა ეს ადამიანი ვიღაცა და ამბობს რომ ემიგრანტებო ახლა ადექით თქვენი ფული მოხსენით ანგარიშებიდან და გადმორიცხეთ ამ ფონდში, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვასაქმებთ ხალხს რომ შეყვარებულების ძებნა დავიწყოთ. შეყვარებულების ანუ ბულვარებში ძირითადად უფრო ბულვარებში დადიან ეს აგენტები. მე შემიძლია ტერმინიც ვაჩუქო არასამთავრობო სექტორიდან, საერთოდ. ეგრეთ წოდებული capacity inventory. ანუ კაპაციტეტების უნარჩვევათა ინვენტარიზაცია უნდა მოხდეს. აი შეყვარებული მაგალითად გიტარაზე უკრავს და ის შეყვარებული მღერის, ხო? შევაწყვილოთ ხალხო გადასარევებში. არის ფულითაც ეხმარები. ფული არის და ფონდი არის ასთავარია. მე მინდა კიდე ერთ თემას შევეხო, აი გარკვეული კატეგორია დეპუტატების შეიკრიბნენ, დასხდნენ მაგიდაზე და დაიწყეს მსჯელობა რა უქნან ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეს. დიახ. აი ესეთ დროს ხარჯავენ და ოფლსღურიან იმაზე ფიქრით, რომ რა უქნან პრეზიდენტის სასახლეს. იცით ეს არა ერთადერთი საკითხია, ასევე დიდი ხანია მსჯელობენ რა უქნან მე-12 კლასელებს. საქმე არ დააჩერა. ასევე ესე იგი გადასაწყვეტია საერთოდ პარლამენტის წევრების დიდ რაოდენობას რა უნდა უქნან, რაც ხა უნდა უქნან. კი ბატონო. ასე მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის სასახლის პრობლემა რთული საკითხი არის, ეს ამ საუკუნეში არ გადაწყდება. ეს იქნება ხანგრძლივად გაგრძელება, იქ ბევრი რამ იქნება. ყველა სამინისტროს ხო ექნება кейფები, კორპორატიულები. მაგ ჩაატარებენ. არის წინადადება, რომ ბიძინა გადავიდეს იქ და ნახევარი წელი აქითა სანაპიროზე გაატაროს შუშაში და მეორე ნახევარი იქითა. არის წინადადებების ცვენა არის, მე მგონი სწორედ იმაგიდასთან. სადაც მსჯელობენ, მაგრამ მე ახლა თვითონ აგეთ ჩვენთან ხალხს იქ არ იწოვენ ხოლმე და ჩვეულებრივად ყავს აი ნაცარქექიების მთავრობა. ანუ დიდი რაოდენობით ნაცარი არის შებოტანილი, ჩვეულებრივად ქეკავთ. ანუ ფაქტიურად დროს ზღაპრის პერსონაჟის გაფუჭება არ ღირს ამ პატიოსან ხალხს. გაუტოვოთ ის ქართულ ხალხს ნაცარქექია გენიალური ზღაპარია. ნაცრის ქექვამდე ესენ შორს არიან, შორს. ამისთვის ცეცხლი უნდა გააჩინო, უნდა დაიწვას რაღაცა, უნდა გაკეთდეს რაღაცა. შეგიძლიათ მირთოთ ჩვენი გამაგრებელ სასმელი ბატონ ლევან და გავაგრძელოთ საუბარი. მე კიდე ერთი თემა მაქვს, რადგანაც პრეზიდენტის სასახლეს შევეხეთ. მე მაინტერესებს ზოგადად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან დაკავშირებით თქვენი აზრი. ანუ როგორი შეხედულება გაქვთ თქვენ? შეხედულება სწორედ ჩვენიერი აქვს კალბატონ პრეზიდენტს, ისე იგი ძალიან კარგია რომ კალბატონია, ძალიან კარგია რომ პრეზიდენტია, მაგრამ იმალება მის უკან სულ სხვა არსება. ჩემი დაკვირვებით ჩვენი პრეზიდენტის სინამდვილეში არის კრიპტოპოეტი, ანუ ფარული პოეტი არის რა. აი, იმიტომ რომ ნეოლოგიზმებს ქმნის, ახალ სიტყვებს ქმნის, ახალ სინტაქსურ კონსტრუქციებს ქმნის, ახალ ურთიერთობებს ქმნის, მაგალითად ჟურნალისტი გეკითხება რაღაცას, ყველა ხო ვერ მოიფიქრებს ახლა როგორ უნდა უპასუხო ჟურნალისტი. ამიტომ ყველაზე ადვილია ზურგი შეაქცია და ტელეფონში ჩაიხედო. ეს პოეტურია. ამაღლებული არის. ახლა იმასაც ნიშნავს საფრანგეთიდან რომ ეს დილობით და თავაზიანობით ცნობილი ქვეყანაა, ჩამოიტანა ზურგი შექცევა. კი ბატონო. მე ის შესანიშნავი კონსტრუქციები მაინც აი ესე იგი, როდესაც მას უნდა რაღაცა შერწყას, ასე ვთქვათ, ხო? და როდესაც რაღაცა კონსტრუქციებს აგებს, აი მე ვფიქრობ, რომ მაგ მომენტში იბადება დიდი პოეზია. ჩვენ წინ გვაქვს კიდევ 6 წელიწადი. მე მინდა შევეხო კიდე მოსამართლეების თემას. ირაკლი კობახიძის ძალიან კარგი გამონათქვამი მოვისმინეთ, რომ თურმე წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები ეს ადრე იყვნენ ცუდები, თორე ეხლა ძალიან კარგები არიან. მე ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ აქ არის მთავარი რომელ სისტემაში არის ათვლა. ხო. თუ არის მაგალითად სისტემაში საერთაშორისო სისტემაში. მაშინ ჩანს, რომ მათი სინდისი მოსამართლეების იზომება მიკრო წამებში, მიკრო, მინი, ნანო სეკუნდებში, ან ნანო მილიმეტრებში და სხვა. მაგრამ თუ არის ფუნტის და გირვანქის სისტემაში, იქ სხვანაირად იზომება და ეს სხვადასხვა ახლა. ჩემგან არ გესწავლებათ, ბატონო.
რომ არის ჩვეულებრივი აზრი, ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ირაკლი, საერთოდ მაგას ახასიათებს ძალიან წყობრი ლოგიკური აზროვნება. მოწესრიგებული, აი თავიდან ბოლომდე ეგ რო იტყვის, ეგრევე ყველაფერს, აი სალომეს თქვენ ხო ვერ უგებთ? ხო. სამაგერ მე ირაკლის ყველაფერს უგებ. კი ბატონო, რასაც ამოთ ყველაფერი მესმის. ირაკლი ყობახიძე იმსახურებს, საერთოდ ჩვენი პარლამენტი იმსახურებს კარგ ახალ არისტოფანეს. კაცს, რომელიც ამაზე ყველაფერზე რაღაცა გემრიელს დაწერდა. მაგრამ აი ეს თვითონ მე მაინც მინდა რომ აი მართლა ხალხი რომელიც ძალიან გაჭირებულია ქვეყანაში, ხო? რეალურად რას უყურებ ტელევიზორში, რომ ამათ შიდა დაპირისპირება რა ფაზაში გადავა. მიხვდით, აი ამაზე ვართ გადართულები, ხო, რეალურად მოსახლეობა, ხო ესეა. რომ აი ვინ ვის მოუგებს. ხო და საბოლოო ჯამში ვინ ვისი ბრალი იქნება. აი ამაზე ვხდებით, რომ ყველა პრობლემა, რომელიც არის ქართულ ოცნებაში, რომ ის იძახის გავალ თუ არ მიიღებს საპენსიოს, ეს იძახის რომ მოსამართლეები ის ამბობს რომ წითელი ხაზი გადის და ყველა ამ პრობლემის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა. ამათ პრობლემები აქვს, ამაში დამნაშავე რა თქმა უნდა არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სხვა შორის ოპოზიციაც კი არ არის. არის ნადირთა ხროვა. ჩვენი პოლიტიკური კულტურა ისე ამაღლდა, ხო, დარბაზში კაცი უზის ელაპარაკება და ეუბნება კაცი არ ახარო. როგორც შუშანიკის წამებაში ითქვა, რომ ვარსკენი იყო მგელი იგი, ასევე ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს. ხო. ჩვენი ოპოზიცია არის მგელი. კი. ხეცი. ყველაფერი მაგათი ბრალი უნდა. ყველაფერი მათი ბრალი. მე ასე ხილვა მაქვს ასეთი რა, ასე ხედავ. სამყარო ვითარდება, გაგრძელდა ცხოვრება და 22 საუკუნეა. და ამ ხეების გადარგვით და ასე შემდეგ და შემდეგ გაიხანგრძლива რა სიცოცხლე კიდევ ბიძინაა და ხალხი ეკითხება, როდის იქნება კაი ცხოვრება? კაი ცხოვრება იქნებოდა, მაგრამ 21 საუკუნეში 9 წელი ნაცები რო ყავდათ, იმის მერე არაფერი არ გვეშველება. ასე იქნება. ესე იქნება კი, ესე. ანუ ყველანაირ, ანუ ჩვეულებრივად მე მგონი სხედან, ხო? სხედან და ანუ განიხილავენ აი ეს კონფლიქტური რაღაცეები, როგორ დაკავშირდეს თვითონ ოპოზიცია. აი ყველაზე უფრო გამაოგნებელი ჩემთვის იყო ეკაბესელია რომ ნაციონალებს დააკავშირეს. ხო, აი ეგ ნაწილი ვერ გავიგე, მე ამ არ მეყო. არ გონეყო, არ გონება ვერ ჩავწდი ბოლომდე. თვითონ ეკაც ვერ ჩაძდა. თან არის ისიც, აი რაღაცა თითქოს ეს მოსახლეობაც ესე ყავთ, რომ მოწყობილი, რომ ცოტა მოვიწყინე და რაღაცა ფარული ვიდეო თუ არ გამოჩნდა, ისე ხო, რაღაცა ვერა ვართ რა მაინც რა, რაღაცა გვინდა რა, რაღაც ალბათ ეს ფსიქოლოგიაც შესწავლილი ყავთ. ეს როგორ ხო იცით, ახლა ძველი ანეკდოტი რო არის, სვანი რო ამბობს, ორშაბათი დღეა მოწყენილი ვარ, ასე როგორც კი იგრძნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და განსაკუთრებით უშიშროების მიმართულების ხალხი. რო იგრძნობენ, რომ ცოტა მოიწყინა საქმე. ოდნავ მოიწყინა, მე იმდენია, ხო იცით, კასრობით. და ამოიღებენ და გესვლიან. გაუშვებენ. მერე ვინც ამოიღო, ვინც იმას არ დაიჭერენ. და მე და თქვენ თუ ერთმანეთში ვთქვით, რომ რაღაცა ვიდეო ყოფილა, ორივეს დაგვიჭერენ. აი ახლა ყველაზე მაგარი ეგ არის, ეგ ნაწილი არის, ეგ მოწონთ, რომ ამ ხელა ძალაუფლება აქვს, რომ ყველაზე ძალიან სერიოზული მართვის სტილი აღმოაჩნდა სწორედ ამ ხელისუფლებას. ეს ჩანაწერი ყველას ჰქონდა, მაგრამ ყველა მიცოდა, რომ ამას თავისი ადგილი აქვს. შევარდნაძე რო იწერდა, იმან იცოდა იმის ადგილი. ტელევიზორში რო არ იყო, მაგის ადგილი იცოდა. ეს უნდა დაელაპარაკო ალბათ და აშანტაჟო. აცხა ფუნქცია აქვს ამას და ბოლოს და ბოლოს რა მოხდა იცით? ეხლა ესე იგი ჩვენ ბოლო ხანებში შეგვიძლია რომ ამ პორნო ვარსკვლავებზე უარი ვთქვა და საშა გრეიზე და იმას და აგერ გვეყოლებიან ჩვენები ისე. დაგვილაგებინო? მე მწვენია რომ ისეთ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება, სადაც ასახსნელია რომ სირცხვილია. ხელისუფლება რომელიც ამას აკეთებს, სამარცხვინოა. ახლა ეგ რა იუმორისტული გადაცემა. არა, რატო ახლა იუმორისტი ჩვენ ლაპარაკობთ ხოლმე. ჩვენს ლაპარაკობთ თან მოსახლეობას ესე განიხილავს ხოლმე. რაღაცა ფრაზები რო ესმით, ხო იცი? რაღაცა ჰომო, რაღაცა უნდა გითხრათ მაგაზე, ესე იგი ჩემი ყურით რაც მაქვს მოსმენილი. ეგ ამ ტელევიზიას მით უმეტეს ეხება, ესე იგი იმერეთში მიდის საუბარი და გაიგეო კაცო გვარამიამ რა თქვაო და რა თქვაო და თავისი პირი თქვა
ჰეტეროსექსუალი ვარ. ამას როგორ იტყოდაო კაცო? არა თავისი თქვაო. შენ თვითონ გაიგო, მე თვითონ გავიგონე რა. შოქში იყო მთელი თავისი. სიტყვის მნიშვნელობა არ იცის ხალხმადა, რომ ყველაფერი ჰეტეროსექსუალი დურევია რაღაცას აკეთებ. ჰეტერო ყოფილა კაცო, ესე იგი და დავღუპულ ვარ. რაღაცას ჩადიხარ, ანუ ესეთი არ შეიძლება ჩაულებრივად ესე ვთქვათ. აх, რა საინტერესოა. მაგრამ აქ ამასთან ერთოდა გედი ფოფხაძის წასვლის ამბავი, მე ძალიან გული დამწვა სიმართლე. რომელი წასვლის იყო? რამდენიმე წასვლა იყო. საიუბილო მე-10 წასვლა იყო მე. მას შემდეგ რაც თავი არ დაიწვა არაიფეთკა და რაღაცა მადლობა უნდა უთხრას, რომ წასვლას მოლაპარაკოს, მაგრამ ქართულ პოეზიაში ცნობილი არის, რომ სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის და ამან უკვე 10 ჯერ იმღერა და ვიღაცები ერთხელაც იტყვიან თუ მიდიხარ წადი უხაჯი ხო ეგ არის იქნებ ეს უთხრა ბატონ ლევან მე ვიცი ერთი ინფორმაცია მაქვს რომ ზოგადად მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრს დაფრინავთ დიახ იყო ბევრი ვიფრინე ანუ იმდენი საათი გაქვს დაგროვებული რომ ანუ შეიძლება ანუ ის რაღაც აქციებშიც ხვდებით ხო დიახ ჩვენ გვეკუთვნის რაღაცები, მაგალითად ლაუნჯი და ასეთი რამეები. ანუ ეს ფრენების ბრალია. ფრენების დროს თუ ბევრს იფრენ, გეკუთვნის რომ ბიზნეს ლაუნჯი ან პირველი კლასის ლაუნჯში შედიხარ, ჭამს, სვამ, ჩამოასხამ და ასე როგორც ეს და კარგია და ერთხელაც სხვა შორის მაგაზე გამახსენდა ეგეთ ადგილას ვარ და ვიღაცამ დამირეკა და ყურბილი ავიღე ლაპარაკობ რა. ლაპარაკობ ქართულად ახლა. ვიღაც კაცი მოვიდა და მკითხა თქვენ რა ენაზე ლაპარაკობთ ქართულად ხო იციო მე ნამყოფი ვარ საქართველოში ეს კაცი ანუ ბიზნესლა ვიღაც სერიოზული ადამიანია ხო ეგ ისეთია მრავალნაფრენი კაცია ასე საქართველოში ნამყოფი ვარ ის კი არა ინტერვიუ მაქვს აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან და მსუქანი კაცი იყო მეუბნები კი ვიცი ეგეთი კაცი მაგრამ ეგ არა თლად კაი რახსამბოფო მითხრა იცეთი კაი ინტერვიუ იყო და თორე ხან შევაპარებ მე ვარ მეთქი, მაგრამ არაფრით არ იჯერებ და სანამ არ წარმოადგინეს სურათები დოიპოსლე. ხო, როგორი ცნობილი არის, ხო იცით, მე სპეციალურად ვიღებდი ხოლმე სურათს, ავიღებდი ძველ სურათს, რაც ვარ 170 კილო. იმავე ადგილას დავდგებოდი 90 კილო და გადავიღებდი. და მას ერთად დავდებდი და ეს მიხარდა. კაცსაც ვაჩვენებ და დავაჯერე რომ მე ვარ ნამდვილად. თვითონ საზღვარზე ხوار გექნებათ პრობლემა. საზღვარზე იმდენი რამე ხდება ხოლმე ერთხელ მაგალითად ამერიკაში მივდივარ და მიმაქვს ჩურჩხელები. ხო. საერთოდ შებოლილი ყველი ჩურჩხელა რაღაცა ჭრის რა ამერიკელ კოლეგებთან საჩუქრად ჩვენიერია და ჩურჩხელა მაქვს. და ჩვეულებრივ გავდივარ ხოლმე რა მილიონჯერ ვარ ნაყოფი და არ იყო პრობლემა და უცებ ისე იგი ძაღლმა რაღაცა იყნოსა და გახსენიო და გავხსენდი. აფრიკელი ამერიკელი შავკანიანი კაცი არის და მეუბნე ეს რა არისო ჩურჩხელაზე მეკითხება და მე ვიცი რომ რელიგიური ცნობის მიმართ აქვს ღრმა მოწიწება. კი ბატონო ეს არის ჩვენი სანთლები რელიგიური დანიშნულებისაა. ახლა ის მეუბნება კაცო გადასარევი სანთლებია ვიცი ამას წინ აჭამე და შესანიშნავი შესანიშნავი გემოხდა. შესანიშნავი გემოხდა. დამატოებინა თვითონ შეჭამა თუ არა ვიცი. ამჩენ ამერიკელები უჩურჩხელოთ. კარგი, კიდე ერთი თემა, თქვენ ახლა კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ. კარგი ფორმულირებით საუბრობთ იუმორს, მე მომწონს ეს ყველაფერი. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება ქალაქის მერის იუმორზე, ანუ კახიკალაძის იუმორზე. როგორ ფიქრობთ, როგორი იუმორია? ახლა როგორ გითხრათ, მე ვარ არისტოფანეს სპეციალისტი, თავის დროზე დისერტაცია დავიცავი, მაგაზე მუშაობ თარგმნე არისტოფანეს 11-ვე კომედია. ასე რომ მე მეგონა რომ ანტიკური და ძველი იუმორის სპეციალისტი ქვეყანაში ვიყავი მე. აღმოჩნდა რომ კალაძე რომელიც დენიკინის დროინდელი იუმორის სპეციალისტია, მე ჩემი მეტოქე ყოფილა. და მე ისე იგი რომ დაიწყო ეს გამოქანებებზე და მას საუბარი და მე რომ მოყვა ამას ისეთი ძველები მე გიტარე და კაპიტანი ესგესო, კაპიტანი ესმაგაში და ასე შემდეგ და ეს ყველა გამახსენდა და მივხვდი რომ ესაა ის კაცი, რომელიც იქ არის. იქ არის ეგ რო წავიდა საქართველოდან აქ დატოვა ძველი იუმორი. მე წავიდა
90-იანებში წავიდა. ხო, წავიდა, ქვეყანა ნახა, გაიცნო, კაი ხალხი ითამაშა, ესა დიდი წარმატება ყველაფერი ჰქონდა და რო ჩამოვიდა, ისე ვიცი იუმორი ჩამოყვება. აქედან რო წაიღო რევოლუციონერი. ხო და ამიტომ ის ახსოვს, ძველები ახსოვს. ამიტომ მე მაგისგან ველი ახლა რამე ესე იგი სეროჟაზე ანეკდოტებს და რაღაცები იქნება. სიკულაზე და გრიკულაზე. სიკულა, გრიკულა, სხვა ჩვენს დაანაც მოსალოდნელია. მე ძალიან მომეწონა ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ეგო ბოროტი კაცი არის, ბავშვს ქუდი მოპარაო. მე მაშინ მივხვდი, რომ ხო, იცით როგორი ამბავია. კახი ადრე ცოტა სხვანაირად ლაპარაკობდა, ახლა უკეთესად ლაპარაკობს, ნიჭიერი კაცია. ისწავლა, ლაპარაკიც ისწავლა, სიტყვები ისწავლა, რაღაცა იშრომობს, თავის თავზე იზრდება აშკარა. მაგრამ ამაზე სულ მახსენდება ერთი გერმანიაში მყოფი ქართველის ანეკდოტი. ანეკდოტური შემთხვევა ბავშვი ამბობს, რომ ჩვენო სწავლობთ ახლა უკაცო გუშინო კანტიო წავიკითხეთო, გუშინწინო ჰაიდეგერიო, მანამდეო ფიხტეო, ფოიქსვაგენ, მაგული მაინც ჭიდაობისკენ მიმიწევ. კახი კალაძის ამბავის ასეა, პოლიტიკაშია, მერია, ისა და გული მაინც გამოქანებისკენ და ამ უბედურებებისკენ ხო გითხარი. იკვეთება საერთო ხაზი. ეს საერთო ხაზი ასეთია, პრეზიდენტი ამბობს, შევტყნა. ხო. განათლების მინისტრი ამბობს, შევეცი. კი ბატონო. კახი კალაძე ამბობს, გამოეკანეთ. ხო. გასაგებია, რას გვიპირებენ ხალხო და დროზე მივხედოთ ხალხს. დროზე მივხედოთ. ან გავასწროთ აკავრობას, ან დავჯერდეთ, რასაც გვიპირებენ. ან ისეთები ვიპოვოთ, რომელიც არ გველოდებიან, რომ გამოვეკანებით დაწმინდიდა. კი ბატონო. მე თან დაწმინდა ცხოვრობ, დღეს გული გამისკდა, გამბავი რო თქვა. საინტერესოა. ესე იგი, ბოლოსკენ მინდა მაინც თქვენ ახლა განათლებული კაცი ბრძანდებით, ბატონო ლევან. მინდა რამდენიმე ესეთი პატარა გამოცანები გავაკეთოთ. თქვენ თუ გაქვთ აი ესეთი ხარტია ზრონება, რომ მარტივად გამოიცნოთ, თუ შესაძლებელია. აბა ნახოთ ისე იგი. კაი, მაშინ ესე დავიწყოთ. ნუ ცოტა ესეთია მათემატიკური ამოცანა პირველი. კახი კალაძე ზის ნავში, ბატონო ლევან. აცვია წიგროვი კეტები, ნიანგის ტყავის შარვალი და სიასამურის ქურქი. როგორ უნდა გადავიყონოთ კალაძე მეორე ნაპირზე, ისე რომ საკუთარმა ტანსაცმელმა არ შეჭამოს. ესე იგი, ჩვენ პასუხი და მარტივ არ გადავიყონოთ. არა, მე მაგ ესეთი პასუხი ჯერ უნდა გადავიყონოთ ქურქი, კეტები და შარვალი. თან ამ დროს შიშვლად დარჩენილი ქალაქის მერით არმანი დაინტერესდება და უკვე კატერით გადაიყვას. ანუ შეიძლება არ იქნება არმანის პლუსები მაინც დარჩება. არმანის პლუსები დარჩება. გედი ფოფხაძე სამჯერ გავიდა პარტიიდან, ორჯერ უკან დაბრუნდა. ხოლო მესამედ უკან დაბრუნდა, მაგრამ ისევ გავიდა პარტიიდან. სულ რამდენჯერ გავიდა პარტიიდან, თუ ის ამ ამოცანის პირობის საკითხის დასრულებამდე კიდევ ორჯერ დაბრუნდა და გავიდა პარტიიდან. როგორ ფიქრობთ? ეს არის ისე იგი, როგორი შემთხვევაა იცით? აქ არ არის ესე იგი მარტივი პასუხები, რომ 7, 8 და ეგეთი არაა სწორი. აქ არის ენი მინისტრატის უსასრულობისკენ. აქ მინისტრაფებაზე არის. ეს ენი არის თვითონ გედი ალბათ სავარაუდოდ, გედი მინისტრატი. კი, აქაც ეგეთი პასუხია, იმიტომ რომ აი მაგალითად არასწორი, იმიტომ რომ ამ ფიქრის დროსაც შეიძლება რამდენჯერ გავიდა და დაბრუნდა პარტიაში. ანუ ეს იყო პასუხი. ხეზე იჯდა 3 ჩიტი, ბატონ ლევან. აქედან 2 გადაფრინდა სხვა ხეზე და იქ გადაჯდა. სხვა ხეზე გადამჯდარმა ჩიტებმა რამდენიმე წელი იცოცხლეს და სიბერით გარდაიცვალნენ. ხოლო პირველ ხეზე დარჩენილმა ჩიტმა ისევ გააგრძელა სიცოცხლე. რატომ? ნუ ამ ხეების ამბავი პოლიტკორექტული არ არის. იმიტომ რომ ის მეორე ხეები შეიძლება გადარგული წინა ხეები იყო. ხო და იქ სადაც გადარგული ხეებია, იქ რო ხანგრძლივი სიცოცხლე არის, სავარაუდო ეგ ნათელია. კი ბატონო. ჩიტმაც კი იცის სად უნდა დაждდეს და თქვენ გიგივით რომ ამ ხელა პრემიერმა ყოფილმა იცოდეს. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ ის ჩიტი იჯდა კამფეტის ხეზე, რომელიც ბიძინას დიახ, კამფეტის ხე. ამ კამფეტივით და მურაბა კაცისთვის, ნუ გენანებად ერთი კამფეტის ხე. კი ბატონო და ნუ რა თქმა უნდა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. აქედან დასკვნა ესეთი რომ რიგით ჩიტებს სიბერე მაინც თავისას გვიზამს. დიახ, და იმ ერთ ჩიტს კამფეტის ხე აქვს. ანუ ეს არის პასუხი. ეს კაი პასუხია. კარგი, ივანიშვილის საცავს წაეკიდა ცეცხლი, ბატონ ლევან. რას გადაარჩიეს ივანიშვილი პირველს, ზვირფას ნახატებს, ფულით სავსე სეიფს თუ ოქროს და ბრილიანტს?
ივანიშვილის საცავს რო წაეკიდა ცეცხლი. ხო. ეს არის ნაციონალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მაგას არ დაუშვებს. არ დაუშვებს. გადარჩენასთან დაკავშირებით ვფიქრობ, გადაარჩენს სიღარიბის დაძლევის და საქართველოს გადარჩენის გეგმას, ალბათ. ეგ მასში არის თვითონ, მაგას გადარჩენაც არ მინდა. ეგ თვითონ ის არის. თვითონ. კარგი, და ბოლო ბატონ ლევან, ყურადღება შავი ყუთი სტუდიაში. ასე და. საინტერესო, ფოტოსტუდის საიტი. კითხვა ასეთია, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გვიწევს უამრავი დაპირებების მოსმენა, ბატონ ლევან, რომელსაც ხელისუფლება არასოდეს არ ასრულებს. და ხალხი მუდამ შველას ითხოვს. ისვლებიან მთავრობები, მაგრამ პრობლემები იგივე რჩება. ამ ლოგიკის მიხედვით შავ ყუთში დევს ჩვენი ქვეყნის საშველი. რა დევს შავ ყუთში? ეხლა ასეთი პატარა ყუთი რო არ იყოს, გეტყოდით რომ რა კი არა მინდევს მეთქი, მაგრამ ახან ასეთი პატარა, ესე იგი, აქ ეტყობა დევს, მაინც ისე იგი დევს ჩვენი დემოკრატია, რომელიც ზუსტად იმხელა რომ ამაში ჩაეტევა. ეგ მიშველის კი ბატონო, მიღებულია თქვენი პასუხი, ყურადღება სწორი პასუხი. შავ ყუთში დევს შავი ყუთი ისე. ბატონ ლევან, აქედან დასკვნა ის არის, რომ საშველი ჩვენი არ არის საერთოდ. არაფერი არ გვესწრება. არა. ჩვენ უფრო ამის შიგნითაც შავი ყუთი დევს. ეგ რა თქმა უნდა. მაგაში ეჭვი სეპარება. ამაში შავი ყუთი დევს, რა ვქნა. ხო და აი ეს უნდა შევცვალოთ რა. ეს მატრიოშკის პრინციპი უნდა შევცვალოთ. მატრიოშკის პრინციპი. ყუთში ყუთების ჩადება არ უნდა. შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ცვლილებების დროა. კი ბატონო. ეს იქნება ოდესმე, ეს იქნება ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის თავარი იდეა. ხო, ანუ მე მაინც ბოლოს შეკითხვა მაინც ეს არის, საშველი რა არის? ანუ როგორ უნდა ეშველოს ქვეყანას? თქვენი შეხედულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ძალიან ადვილია. უკვე დავინახეთ, ვინ არ გვიშველა. კი ბატონო. გამოვცვალოთ. მარტივია. გამოვცვალოთ. როდესაც ებრაელს ეუბნებიან, რომ სიმსივნე გჭირს, რომ მეორე ექიმთან მიდის რა. ო. ჩვენ რო გვეუბნებიან, რომ აი ამ ხელისუფლების ვითარებაში ასე დღეში ვართ, უნდა გამოვცვალოთ. ეგეთი მარტივი არის ძალიან. მართალია. მაგრამ თქვენ ხო პოლიტიკაში ხართ, ახლა პოლიტიკაში ბრუნდებით. არა, მე როგორ ვარ, იცით, პოლიტიკიდან ნელ-ნელა მივიპარები. იმიტომ რომ მინდა რომ ახალგაზრდები და სხვები უფრო გამოჩნდნენ თანაპარტიელები, მაგრამ ჩემი პარტია იქნება ყოველთვის ასე. ძალიან დიდი მადლობა მინდა ბატონ ლევან, გადაგიხადოთ, ძალიან სახალხო გამოქონდა, ბევრი ვიცინეთ. შავი ყუთმა კი დაგვანაღვლიანა, მაგრამ მე იმედი მაქვს, ამ შავი ყუთში მართლა იდება ქვეყნის საშველი, ჩვენი ნათელი მომავალი. აი შემდეგში რომ მოვა ნათელ მომავალს ჩავდებ ბატონ ლევან, რომ მოხვალთ ნათელ მომავალს აუცილებლად ჩავდებ ამ ყუთში. ძალიან კარგი. წარმატებებს გვისურვებთ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონ ლევან ბერძენიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა ბატონ ლევან.